სომხეთი მსხვილი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მოცემულობების ეპიცენტრში ჩნდება, ეს რაღაცა თვალსაზრისით ცხადია. დადებითი ფაქტორიც არის, იმიტომ რომ რაც უფრო მოძრაობაა და რაც უფრო შენს ტერიტორიაზე მეტი საქონელი გადის, მით უკეთესი, მაგრამ უყურეთ, სომხეთის შემთხვევაში რა პრობლემაა. მაგალითად, აი ზანგეზურის დერეფანი, რომელსაც ტრიპი დაერქვა, ტრამპის პატივსაცემად, ეს დერეფანი ატარებს ექსტერიტორიულ სტატუსს. სომხეთის მთავრობა, სომხეთის სახელმწიფო კი არ უწევს ადმინისტრირებას საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე, არამედ ამ ფუნქციის ნაწილს გადააბარებს ამერიკის კერძო კომპანიას. იმიტომ რომ ეს იყო აზერბაიჯანელების კატეგორიული მოთხოვნა. დერეფანი უნდა ატარებდეს ექსტერიტორიულ სტატუსს. აზერბაიჯანის საქონელი პროდუქტი თუ სხვა რაღაცა დაუბრკოლებლად ყოველგვარი შეყოვნების გარეშე უნდა გადიოდეს ამ ტერიტორიაზე. რაც ცხადია რაღაც თვალსაზრისით სომხეთის სუვერენიტეტის შელახვას ნიშნავს, რატო უნდა გჭირდებოდეს შენი ტერიტორიის გაკონტროლების კუთხით მესამე ძალა, ვიღაცა შუამავალი თუნდაც კერძო კომპანია. შენ გაუწიე ადმინისტრირება შენ სუვერენულ ტერიტორიაზე მდებარე დერეფანს, გზას, რკინიგზას თუ ამ შემდეგ.